მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სპეციალ ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ ბოლნისის ხმა პროექტების სიხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ ქალბატონ მზია გაფრინდაშვილთან, რომელიც მოგვიყვება პროექტ პრინცესა მათემატიკის შესახებ, რომელიც მათ სკოლაში გაახორციელდა. ქალბატონ მზიასთან ინტერვიუ ბოლნისის ხმის მოხალისი ჟურნალისტმა მოამზადა, რომელსაც რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ. მოგესალმებით. გაიცანეთ ჩვენს მსმენელს. მოგესალმებით. მზია გაფრინდაშვილი, ქალაქ ბოლნისის ნომერ 5 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. რამდენი ხანია, რაც მათემატიკის მასწავლებელი ბრძანდებით? 37 წელიწადია. რამდენად რთული იყო ამ პროფესიის შესწავლა და განვითარება თქვენთვის? მე სადაც წერ ხოლმე ამ კითხვაზე პასუხს ამპასუხობ, უკვე იციან რომ ბავშვობის ოცნება შევისრულე, როცა გავხდი მასწავლებელი. ანუ ბავშვობიდან მინდოდა მასწავლებლობა. გამომდინარე აქედან, ჩემთვის რთული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყოველთვის მაინც ახლავს გარკვეული სირთულეები ნებისმიერ პროფესიას და აქაც უნდა თუ კი მოწოდებით ხარ პედაგოგი, აუცილებლად უნდა გაუმკლავდი ამ სირთულეებს. სირთულეები ყოველთვის არსებობს, მაგრამ უნდა გაუმკლავდეთ, აი ეს არის თავი. ჩვენ გავიგეთ, რომ სკოლაში ჩატარდა პროექტი პრინცესა მათემატიკა. რა შინაარსის იყო პროექტი? პროექტი ძალიან ისეთი ვფიქრობ, რომ საინტერესო შინაარსით იყო გადმოცემული. აქ იყო მათემატიკასთან შერწყმული ცხოვრებისეული მოვლენები, მათემატიკური ოპერაციები და ფუნქციები წარმოადგენდნენ ამ დროს ცხოვრებასთან კავშირს, გვატყობინებდნენ, ასე ვთქვათ, და რაღაც ისე ლამაზად, ზოგი ხუმრობით, ზოგი მოფერებით, რაღაცნაირად უახლოვდებოდით ცხოვრებისეულ მოვლენებს და ვცდილობდით, რომ გამოგვესწორებინა ზოგიერთი ნაკლოვანი მხარეები მათემატიკის კარგად შესწავლის ხარჯზე. როგორი აქტიურობა მოყვა მოსწავლეების მხრიდან და რამდენი მოსწავლე იყო დაახლოებით ჩართული? სხვათა შორის ძალიან დიდი აქტივობა ჰქონდა. მოსწავლეების თანადგომას მე ყოველთვის ვგრძნობ მუდმივად. ალბათ ეს არის სიცოცხლე მასწავლებლის. სხვანაირად მასწავლებელი როგორც ასეთი პროფესიონალი ვერ იარსებებს, თუ არ ექნება მოსწავლეების თანადგომა. აქაც ჩვეული თანადგომით მოსწავლეები აქტივობდნენ, მხიარულად და არაძალდატანებით აკეთებდნენ სასურველ საქმეს და მე იმასაც კარგად ვხედავ, რომ ბავშვებს ეს უხარიათ. ბავშვებისთვის ეს არ არის ზედმეტი ტვირთი, ეს არის მათი ხალისის და ხშირ შემთხვევაში ბედნიერების მომტანიც კი. უხარიათ მოსწავლეს, უყვართ ასე მიდგომა. როგორ დასრულდა პროექტი და აპირებთ თუ არა ამ მეთოდის ყოველდღიურობაში გამოყენებას? ამ მეთოდის ყოველდღიურობაში გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს პერიოდული სახე, როგორც კი შევამჩნევთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ რაღაცა სხვა ესაჭიროებათ გაკვეთილების გარდა, არ უნდა დავაყოვნოთ და უნდა გვქონდეს მზაობა ჩვენ პედაგოგებს იმისათვის, რომ მსგავსი ლამაზი პროექტები განვახორციელოთ. გაიხსენებდით თუ არა მსგავს პროექტებს, სადაც მონაწილეობა მეგიღიათ? მსგავსი კი, როგორ არა. მე მქონდა ასეთი ადრეულ წლებში მათემატიკური დილა იყო. იქაც პერსონაჟები ყავდა, რიცხვები, პითაგორა, იქაც ყავდა პრინცესა მათემატიკა, იმიტომ რომ საზოგადოდ ხომ ცნობილია, რომ მათემატიკა მეცნიერებათა დედოფალია და არ შეიძლება მათემატიკური ამგვარი ღონისძიება ჩატარდეს ისე, რომ დედოფალი მათემატიკა არ გამოვაჩინოთ და მე მახსოვს, რომ იმ მათემატიკურ დილაშიც ყავდა პრინცესა მათემატიკა როგორც დედოფალი და იცით რა შინაარსი ჰქონდა? რიცხვებს ვახასიათებდით მაშინ. ახლა ხომ ფუნქციებით დავუკავშირდით ჩვენ ცხოვრებას. მაშინ რიცხვებს ვახასიათებდით, თქვათ 9 რითი გამოირჩეოდა, 7 რითი გამოირჩეოდა, 7 ხომ ღვთიური რიცხვია. და ამის შესახებ აღნიშნეს მოსწავლეებმა და სხვა. აი 13-ს რომ თარს რიცხვს ეძახიან, ასე არ არის მათემატიკაში. ჩვეულებრივ ძალიან კარგი რიცხვია 13. 7-იანი პირდაპირ ღვთიური რიცხვია. 9 უკავშირდება 9 მუხას, 9 ძმა ხერხეულიძეს და ასე შემდეგ. აი ასეთი პროექტი გვქონდა ჩვენ მაშინ.
მოგეხსენებათ, არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალების ტექნიკური საკნები ნაკლებად ეხერხებათ. ამ საკითხთან დასაკავშირებით თქვენი აზრი როგორია? პირდაპირ უნდა დავამსხვრიოთ ეგ სტერეოტიპი. ბევრ სტერეოტიპს დამსხვრევა ესაჭიროება. მოგახსენებთ გენაცვალე, რომ ჩემს კურსზე ძალიან ბევრი გოგო ვსწავლობდით მათემატიკის ფაკულტეტზე, პირდაპირ მათემატიკის ფაკულტეტზე. შესაძლოა ახლა რომელიმე ვაჟს უფრო კარგად გამოსდის მათემატიკა ვიდრე გოგოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვართ მათემატიკოსი მასწავლებლები ბლომად და მე მგონი არც ვარცხვენთ ამ პროფესიას. შეგიძლიათ მოკლედ მოგიყვეთ თქვენს მიღწევებზე ცხოვრებაში? შემიძლია მოკლედ, კი, დაწყებული ჩემი მასწავლებლობის დღიდან, რომელიც ასე ვთქვათ, ჩემი მასწავლებლობა იშვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, გამანაწილეს მაშინ, როცა ვამთავრებდით გვანაწილებდნენ, იქედან მოყოლებული სულ ვცდილობ, სულ მთელი ჩემი მასწავლებლობის პერიოდში, რომ მყავდეს წარმატებული მოსწავლეები. ნახეთ, აქედან ვიწყებ. მოსწავლეა ჩვენი სახე. თუ ჩვენ არ გვეყოლება წარმატებული მოსწავლეები, მაშინ რა გვიკეთებია? ჩემი მოსწავლეები ღონისძიებებში, კონფერენციებზე, ოლიმპიადებზე, ჩვენ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, ახლა როგორც ეროვნული ოლიმპიადა, ასე რომ მოიხსენიება, ჩვენ იქაც კი მივახციეთ. არ არის ასე ადვილი ეროვნულ ოლიმპიადაზე მოხვედრა, მაგრამ ეგ მიღწევაც გვაქვს. ზონალურზე ხშირად ვხვდებოდით ძალიან, ზონალური წინ არის ვიდრე რესპუბლიკური ეროვნული ოლიმპიადა. აქაც მიგვიღია მონაწილეობა, კონფერენციები მოგახსენეთ, კონფერენციებში ძალიან ხშირად საერთაშორისო პროექტში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც მათემატიკა და პოეზია ერთად წარმოაჩინეს ჩემმა მოსწავლეებმა და მრავალი სხვა და უშუალოდ ჩემს პროფესიულ განვითარებას რაც შეეხება, ეს მოსწავლეთა სახით. და ჩემს პროფესიულ განვითარებას რაც შეეხება, თითქმის არ მრჩება უყურადღებოთ არც ერთი კონფერენცია. არის კონფერენციაზე დასწრება და არის კონფერენციაზე მომხსენებლად გამოსვლა. მე ძალიან ხშირად ვარ კონფერენციის მომხსენებელი. ამას მე მარტო არ ვწყვეტ, რა თქმა უნდა, წყვეტენ რიგ შემთხვევაში რესურს ცენტრი, რიგ შემთხვევაში სკოლის დირექტორი, რიგ შემთხვევაში ექსპერტები და ასე შემდეგ. და კონფერენციებზე ძალიან ხშირად ვარ და გარდა ამისა, რა ვიცი, სკოლაში ძალიან ბევრ საქმიანობაში ვარ ჩართული, ეგრეთ წოდებულ საზოგადოებრივ საწყისებზე. და ბოლოს, იფიქრებდით თუ არა, რომ თქვენი პროფესია ასეთი წარმატებას მოგიტანდათ? როდესაც გადავწყვიტე, რომ მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი, აი ბავშვობის ფიქრებს მოგახსენებთ. მე სულ ფიქრობდი თავიდანვე, რომ ძალიან წარმატებული მინდოდა ვყოფილიყავი. ანუ ნახეთ, ჯილდო მოსდევს წარმატებას. ანუ თავარი ის კი არ იყო ჩემთვის, შეიძლება მაშინ არც კი ვიცოდი, რა მეწოდინებოდა, რა ჯილდოები არსებობდა, მაგრამ თავარი იყო ყოფილიყავი წარმატებული მასწავლებელი, წარჩინებული. დიდ მადლობას გიხდით ასეთი საინტერესო. გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ჩამწერეთ, უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ბზიას იმისთვის, რომ იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე კი შეგახსენებთ, რომ გადაცემის ბოლოს ჩვენთან იქნებიან ჩვენი პატარა მეგობრები, თეთრი კარველები. შეგიძლიათ დარჩეთ, მოусმინოთ, იხალისოთ. მე კი დღეისთვის გემშვიდობებით, მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. გამარჯობა. ისმის ჩემი ხმა. მე ვარ კატო. მოგესალმებით. ვიცი რომ უკვე ბევრი მიცნობთ, მაგრამ ვინც ახლა შემოგვიერთდით, უფრო იმად გასაგონად ვამბობ. ჩვენთან ყველას შეგიძლიათ თქვენ სურვილებზე და პრობლემებზე ილაპარაკოთ. ჩემი მეგობრები ელენე და ნინა დასასვენებლად წავიდნენ და რამდენიმე გადაცემას მარტო მე წავიყვან. დღესაც ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს. გაეცანით მსმენელებს. გამარჯობა, მე ვარ თინა 26 წლის. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა. განსაკუთრებით კი ის, რომ შეგვიძლია ჩვენს პრობლემებზე ვილაპარაკოთ. იქნებ ხმა მივაწვდინოთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლიათ და ყურადღება მოგვაქციონ.
მე ისტორიის მასწავლებელი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და ახლა ჩემს მშობლიურ სკოლაში ისტორიას ვასწავლი. ძალიან მიყვარს თეატრი და სანამ დედაქალაქში ვცხოვრობდი, თითქმის არც ერთი პრემიერა არ გამომიტოვებია. ყველაფერს ვიკლებდი, ოღონდ კი თეატრში წავსულიყავი და ახალი სპექტაკლი მენახა. სამწუხაროდ, დედაქალაქის გარდა ამ სიამოვნებას ყველანი მოკლებულები ვართ. რა იქნება, რომ ჩვენთანაც ჩამოვიდნენ და ის გახმაურებული სპექტაკლები მაინც ჩამოიტანონ. რომლის შესახებაც მხოლოდ ინტერნეტით გვაქვს ინფორმაცია. ოცნებად გვაქვს ქცეული, რომ ჩვენს გქონდეს მათი ნახვის ბედნიერება. არ ვიცი ეს ვისი მოსაგვარებელია, მაგრამ არჩევნების წინ რომ ჩამოდიან და კარდაკარდადიან, ოღონდ ხმა მოგვეცით და ყველაფერს გაგიკეთებთო? აბატონო, მარტო მატერიალური პრობლემებით ნუ შემოვიფარგლებით. სოფლად მცხოვრებ ხალხსაც ჭირდება სულიერი საზრდო და იფიქრეთ ამაზე. ახლა კი ჩემ კოლეგას ნუნუ მასწავლებელს გადავცემ სიტყვას. მოგესალმებით, მე გახლავართ ნუნუ მასწავლებელი. 30 წელზე მეტია, რაც სკოლაში გეოგრაფიას ვასწავლი. ჩემი მოსწავლეები სამწუხაროდ ყველაფერს მოკლებულები არიან. ძალიან უყვართ თავიანთი კუთხე, მაგრამ აქ მათი სულიერი განვითარებისთვის არანაირი პირობები არ არის. მერე გვიკვირს, რატომ არ ბრუნდებიან უმაღლესი განათლების შემდეგ მშობლიურ მხარეში. იშვიათი გამონაკლისის გარდა, უკან თითქმის არავინ ბრუნდება. რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ვერც გაამტყუნება. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მატერიალურ პრობლემებზე არ ვილაპარაკოთ. ეს ისედაც ყველა მიცის, ერთადერთი კავშირი სამყაროსთან ინტერნეტია და ყველაფერს ინტერნეტით ვიგებთ. ისიც ინტერნეტით გავიგეთ, რომ ახალი ქართული ფილმები გადაუღია და პრიზებს იღებენ საერთაშორისო ფესტივალებზე. ულოცავთ ყველას, ძალიან ვამაყობ და ძალიან გვიხარია. გთხოვთ, რომ რაიონებში ჩამოიტანოთ ეს ფილმები და აქაც მოგვეცეს მათი ნახვის ბედნიერება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხმა მიაღწევს მათ გულებამდე და ამ ოცნებას აგვისრულებენ. გამარჯობა, მე ფიზკულტურის მასწავლებელი ვარ. სპორტი ჩემი ცხოვრების წესია და არც ერთი დღე არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ვარჯიშის გარეშე. მაგრამ ჩვენი სკოლის პედაგოგებს რომ ვუყურებ, ვარჯიში არც მათ აწმენდათ. ეს პრობლემა მარტო ერთი სოფლის არ გეგონოთ. ჩემს კოლეგებს რომ ვხვდები, მათაც იგივე აზრი აქვთ. გთხოვთ, რამე პატარა დარბაზის მოწყობას, სპორტული ინვენტარით, არც ევროპული რემონტი გვინდა და არც რაიმე განსაკუთრებული. რომ აქაურმა მაცხოვრებლებმაც იგზრონ თავი ჯანმრთელად და ბედნიერად. იმედია, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებ და რაც შეიძლება მალე გაგვახარებთ. გამოგვიგზავნეთ ხმოვანი წერილები მისამართზე. Dio@her voice წერტილი G თეთრი არავ. ან მოდით პირდაპირ ეთერში. თქვენს პრობლემებზე. ეცადეთ, რომ თქვენი ხმა კარგად ისმოდეს, მაგრამ თუ ვერ ახერხებთ, არც ეს არის პრობლემა. ჩემ ბებო მაინც სულ სახლშია და იმას წავაკითხებ. აბა ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით.